ძირითადი დამტკმელი ძალა, რომელიც გააჩნია საქართველოს შეუმფრენების სახით. რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, როდესაც არც ერთი ასეთი საბრძოლო ვერტმფრენი არ ყავდა საქართველოს, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ძალიან აქცენტი ძალიან საგრძნობლად გადაიტანა ავიაციის პარკის გაზრდაზე და როგორც ხედავთ, საქართველოს უკვე აქვს საშუალება, რომ აამოქმედოს და არა მხოლოდ აღლუმებზე გამოიყვანოს თავისი საბრძოლო და არა მხოლოდ სატრანსპორტო ავიაცია. 25 არის თვითმფრინავი, რომელიც 1970-იან წლებში არის შექმნილი თბილისში, არის შექმნილი რუსი კონსტრუქტორების, მაშინ საბჭოთა კონსტრუქტორების მიერ და მათი ძირითადი ნაწილი წარმოებულია თბილისში. არაჩვეულებრივი კადრი კაბინაში დამონტაჟებული კამერიდან პირდაპირ ტრანსლირება ხდება თქვენს მონიტორებზე, როგორც უკვე თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ, ეს არის ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ტაბატაძე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი ქართველი მფრინავი. და ისევ ეროვნული გვარდიის ლენდროვერების 80 მანქანიანი კოლონა, რომელიც ძალიან ნელისვლით ჩაივლის ტრიბუნის წინ. სულ დღევანდელ აღლუმში მონაწილეობს 14 ნირვა ტიპის ვერტმფრენი და გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია ასევე 8 Mi-24 ტიპის ვერტმფრენის საბრძოლო ვერტმფრენის გამოყვანა. აი სწორედ ეს არის Mi-24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი, რომლის საბრძოლო ნათლობაც მოხდა პრაქტიკულად სულ 25 წელი იყოს ავღანეთში და ორივე ამ საბრძოლო მანქანამ, საბჭოთა საბრძოლო მანქანამ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა სპეციალისტების და არა მხოლოდ საბჭოთა და რუსი მფრინავების, არამედ მათი დასავლელი მოწინააღმდეგების მხრიდანაც, რა კი ძალიან სიცოცხლისუნარიანი და ეფექტური შეიარაღება აქვს ორივეს. რუსთაველზე კი ისევ მოდიან ქართველი რეზერვისტები. სულ ამ ავტომანქანებში პრაქტიკულად 100-ზე მეტ ავტომანქანაში განთავსებულია 4000-მდე რეზერვისტი. ისევ არაჩვეულებრივი კადრი თვითმფრინავის კაბინიდან პირდაპირ ტრანსლაციის. როგორც ხედავთ, თვითმფრინავები ფერად ყავს ტოვებენ, ეს არის საგანგებო ნივთიერება, რომელიც გაზავებულია საწვავში. ასეთი ნივთიერება გამოიყენება ხოლმე სამხედრო აღლუმების დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში.